ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, იმიტომ რომ ბევრი გაქვთ მოსაყოლი და ბევრი გაქვთ სათქმელი. ქალბატონი ბელა წვერაძის ამბავს მოვისმენთ დღეს. თქვენ ახლო ურთიერთობა და მეგობრობა გაკავშირებდათ ნაზი შამანაურთან, რომელიც არის მსხვერპლი. რომ მოასვენეს, რო ავედი მაშინვე დავინახე მოხუცი ქალით, ნათეთრი ქალი იწვა. მე მეგონა დედა მოასვენეს და დავინახე ნაზიკო. გაიხსენებს ახლო ნათესავების თვით ვაჟა-ფშაველას შესახებ ნამდვილ ამბებს. შემოივლიდა ვაჟა-ფშაველა და მაგიდაც ჰქონდა ჩვენი მამა ჩემი ძალიან უფრთხილდებოდა მაგიდას, სადაც ვაჟა-ფშაველა ხანდახან ხნიკალსაც მოახავდა ხოლმე. ამ გადმოსახედიდან ყველაზე მეტად რას ნანობთ? მე უშვილო ქალი ვარ. გადაცემის წარმოდგენია ბუნების არტი, ქართული ორგანული თავისმოვლის საშუალებები, ბუნების გზავნილი ბედნიერება შენთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირველ რიგში იმისთვის, რომ ხართ ჩემი რესპონდენტი, საინტერესო ადამიანი, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, იმიტომ რომ ბევრი გაქვთ მოსაყოლი და ბევრი გაქვთ სათქმელი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ხართ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი თუ პირიქით მე ვარ თქვენი სტუმარი. დიდი მადლობა, ჩემთვისაც დიდი პატივია. თუ ვინმე დაინტერესდება ჩემი ცხოვრებით და იმ პერიოდით, როცა მე ვიცხოვრე და დროსაც ვიცხოვრე. აუცილებლად ბევრი დარწმუნებული ვარ. მოდი დავიწყოთ ქალბატონო ბელა სულ თავიდან. როგორი იყო თქვენი ბავშვობა? ყველაფერი ხო ბავშვობიდან იწყება. რა თქმა უნდა. ბავშვობა რა პერიოდიც არ უნდა ყოფილიყო, რა დროც არ უნდა, რა დროშიც არ უნდა მიდიოდეს. ბავშვობა ის დროა ყველაზე ძვირფასი. და ყოველთვის გენატრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს. ყოველთვის გენატრება ის ბავშვური განცდები. თქვენს ოჯახზე მომიყევით, მშობლებზე. დედამ ყავდა მოხევე, სნოდა, ულამაზესი სოფელი, ბავშვობა იქ გავატარე ფაქტიურად. მე საკმაოდ ასაკში ვარ. ომი რო დამთავრდა, 5 წლის ვიყავი. 45-ში დამთავრდა ომი და მე ვიყავი 5 წლის. მე არ მახსოვს ომი, არც შიმშილობა მახსოვს. ის მძიმე პერიოდები არ მახსოვს ეს მძიმე პერიოდები. მე მახსოვს მხოლოდ 45-ში ჩემი მამის ბიძოლა, რომელიც ჩვენ სახლში ცხოვრობდა, მომიჯნავეთ, იყო ვაჟა-ფშაველას ცოლის და ნინო დიდებაშვილი, თამარის და. მე მამა მიყვებოდა რომ ჩვენ სახლში დუშეთში შემოივლიდა ვაჟა-ფშაველა და მაგიდაც ჰქონდა ჩვენი მამა ჩემი ძალიან უფრთხილდებოდა მაგიდას, სადაც ვაჟა-ფშაველა ხანდახან ხნიკალსაც მოახავდა ხოლმე. გაქვთ ეხლაც ეს მაგიდა? კი, არის ის მაგიდა, შენახული აქვს ჩემ ძმას. მე მამიდას მოგონებები მაქვს. მამიდა მიყვებოდა მე ერთხელ დავინახეო ვიღაც კაციო, იწვაო ტახტზეო, ნინო ბაბოს ტახტზე. ამ ტახტზე მე თამაში მიყვარდაო და დავინახე რომ ვიღაცა კაცი წევსო და ჩურჩხელას ჭამსო. და მივედიო და დაუწყეო, ბავშვი იყო და დაუწყე ჩურჩხელას, უფრო ჩურჩხელას მივაცქერდიო ეთყობა. ჩურჩხელა მომინდაო მეცაო და არ მაჭამაო და გამოვტრიალდიო. მერე დამიძახაო. პატარა ქალო მოდიაქაო და გავტრიალდიო. რა ქვიანო და მე ვთხარი ნინაო და ნინა თუ ნინო ქვიანო შენაო. ნინო რატო არ მეუბნებიო რომ ეგ თვალიც უნდა ეგ მეორე თვალიც უნდა გამოგეთხაროსო, რატო ჩურჩხელას არ მაჭმევო, რატო არ მეუბნებიო. აი ეს მახსოვს ძალიან კარგად. მე ვაჟა-ფშაველას შვილს ვახტანგს მოგონებების წიგნშიც აქვს, რომ ვაჟა-ფშაველა დუშეთში რო შემოდიოდა ხოლმე, შეისვენებდა თავისი ქვისლის ოჯახში, სადაც მას სტუმართმოყვარე რა თქმა უნდა ხვდებოდნენ. მაშინ ვაჟა-ფშაველა უკვე ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. რა გენატრებათ ყველაზე მეტად ბავშვობიდან? ბებიები მენატრება ძალიან. ნუ გარდა დედმამისა და მეგობრები მენატრება. რა ვიცი, ყველაფერი თამაში თოჯინა მენატრება. თქვენს პირად ცხოვრებაზე რას მეტყვით? ფშაველი მეუღლე მყავდა, ძალიან კარგი პიროვნება, პოეტი.
უკვე ასაკში გავთხოვდი. ისაც ასაკში იყო, ჩემი თანატოლი იყო და რამდენი წლის თუ საიდუმლო არ არის? არა, 40 წლის. მანამდე სიყვარული არ გწევიათ? სიყვარული როგორ რატო არ იფიქრეთ აბა? არა, იცით რა. მანამდე რა ვიცი, აბა რატო არ ვიფიქრე. ბედია ყველაფერი? ალბათ ბედია, იღბალია. რა ქმნის ბედს ადამიანი არ ალბათ ხასიათია, როცა გონია რომ ეს ის არ არის, რომ ვისთანაც ცხოვრებას გაატარებს ამუდამოდ. და სიყვარული რა არის თქვენი აზრით? სიყვარული ან განუხორციელებელია და ის არის თითქოს ნამდვილი. ყველა უარყოფითში დადებითს პოულობ, არის ადამიანშიც კი, რომელიც არ მოგწონს, ბევრი კარგი თვისება აქვს. მაგან ხშირად გულისკენა არ იცის მერე? აი როცა პირად ცხოვრებას ეხება, როგორ არა იცის, გულისკენა როგორ არ იცის. ქალისთვის მთავარი ბედნიერება რა არის თქვენი აზრით? აი ეგ არის, გვერდით ყავდეს ადამიანი, ეგ საჭიროა? აუცილებლად. მარტოობაში ბედნიერება ძალიან ძნელია. ერთ რამეს გეტყვით, მე აი ბავშვობიდანვე ვეძებ კითხვას რა არის ბედნიერება. აი დეტალებშია ბედნიერება. ჩემთვის ხანდახან კარგი წიგნის წაკითხვა იყო ბედნიერება, რომ წიგნთან რჩებოდი მარტო, აი მარტო ყოფნა საშინელებაა, მაგრამ მინდოდა რომ ეს მარტო ყოფნა? მარტო ყოფნა არის საშინელება. განსაკუთრებით ასაკში ვიგრძენი ახლა მე მარტო ვარ, მაგრამ ვცდილობ მარტო არასოდეს არ ვიყო. ახლა წიგნები მოსაწყენია თუ საშიშია? ტრაგედია. ამ გადმოსახედიდან ყველაზე მეტად რას ნანობთ? ძალიან ბევრ რამეს ვნანობ. ვნანობ იმას, რომ მე უშვილო ქალი ვარ. ეს არის ძალიან ცუდი რაღაცა ცხოვრებაში, როდესაც შვილი არ აქვს. როდესაც შენს თუდაც რაღაცა ნალოლია წიგს თუ რაღაცას შენს მემკვიდრეს ვერ დაუტოვებ, ან შენს რაღაცა ანდერძს თუ შენს განცდებს თუ შენს პიროვნებას ვერავიში ვერ ახორციელებს, შენს სისხლსა და ხორცში. ეს ძალიან ცუდი იქნება. მე არა ვარ ისეთი ქალი, რომ ტრაგედიები შევქმნა რაღაცეებისაგან, არა. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ძალიან მიყვარან ადამიანები. და ხო გეუბნებით, არავის ჩემმა დედამთილმა მითხრა, როდესაც შვილი არ გაგვიჩნდა, რომ ნუ დარდობთ შვილო, ვისაც ხელს მოჰკიდებთ, ყველა თქვენი შვილია, ვისაც გაზრდით, ყველა თქვენი შვილია. და ეს ისე ძალიან მტკივნეულად ჩამრჩა მეხსიერებაში, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს რაღაცა ფობიები ჭირს და არც მე ვიყავი დაზღვეული ამით. ცოტა უცნაური ავამტყოფობა მჭირდა და სულ მეჩვენებოდა, რომ მე რო ამეყვანა ბავშვი ის ერთხელ დაობლებული, ჩემ ხელში მეორედ დაობლდებოდა და აი ეს მე ვერ შევძელი. არც ჩემ მეუღლეს არ უთქვი, არ დაუძალებია. ეს გეგონათ ასე რა იქნებოდა? ხო, აი მე მეგონა რომ ვერ ვიცოცხლებდი. ძალიან უცნაური ავამტყოფობა მქონდა, მე დამიდგინეს და მე წამალიც გამოვიდა და მე დღეს ცოცხალი ვარ და 85 წლის ქალი ვარ, მაშინ, როდესაც მე 70-იან წლებში დამიდგინეს დიაგნოზი ხმელთაშუა ზღვის ციებ-ცხელებას ეძახიან ამას. მაგრამ სანამ დამიდგენდნენ, იქამდე ხომ მეშინოდა, შიში მქონდა ამის და სულ მეჩვენებოდა, რომ ისეთი დაავადება, რომელიც ბოლოს მოგიღებს. და რა არის ეს ახალგაზრდა როცა ხარ მით უმეტეს მაშინ და გეფიქრება სიკვდილზე, ან გეშინია სიკვდილის? სიკვდილის ის არ მომცილებია. ფიქრი. სიკვდილზე ფიქრი. ეს უცნაურია, ძინე და შიში იყო მაგ დროს? შიში არა, ინტერესი. არავით არის შიში. ინტერესი იყო. ინტერესი. როდესაც წარმოვიდგინე, რომ ბავშვს დედა უკვდება. ეს არის ყველაზე საშინელი განცდა ბავშვისთვის.
და ამის შიშის გამო არ აიყვანეთ შვილად ადამიანი. ხო, აი მაგის შიშის გამო ახლა ვიღაცას რომ მოეყვანა აქ და ბავში საბანში შეხვეული დაედო და თვითონ წასულიყო, ზოგჯერ მიოცნებია ამაზეც და გინდა 9 ბავში მოსულიყო, 9-ს გავზრდიდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე რომ ნაბიჯი გადავდგა და ბავშვს, რომელსაც ჩემი თავი შევთავაზო, რომ მე გაგზრდი შენ და იმას ერთხელ დაობლდა უკვე და ცოტა ხანში მეც აღარ ვიყო ცოცხალი, იცით, აი წარმოუდგენელი ტკივილია ქალისთვის ეს და ტკივილი და ესე იგი დედაშვილის სიყვარულს ხო არაფერი არ შეედრება. ახლა თქვენ შემოქმედებაზეც რომ მომიყვეთ. მე მთარგმნელი უფრო ვარ ვიდრე ჟურნალისტი, რო გითხრათ სიმართლე. თუმცა მოხდა ისე რომ არაპროფესიონალი ჟურნალისტი ვიყავი და რო დავიწყე რედაქციაში მუშაობა, ისეთ კარგ კოლექტივში მოხვდი, რომ შიში ვისა რომ ინფორმაცია როგორ უნდა მივაწოდო გაზეთში, ხელად გაიფანტა, ისეთი კარგ კოლექტივში მოხვდი. ფრანგული მაგ დამთავრებული სადიპლომო ნამუშევარი თარგმანში მქონდა ანატოლ ფრანსის ნოველა „კიმოსელი მგოსანი“ ვთარგმნე და შემიყვარდა ეს ხელობა, მოკლედ გეტყვით, იმიტომ რომ ჩემთვის ბევრი რამე მიდევს და ვთარგმნე ფრანგული პიესები მაქვს ნათარგმნი, მაგრამ არსად არ მიმიტანია და არსად არ გამომიყვება. აი თარგმნისას ყველაზე მთავარი რა არის ხოლმე? თარგმნისას ყველაზე მთავარი რა არის? რას ეძებთ ავტორთან თქვენ? თარგმანში რო გითხრათ სიმართლე, ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ქართული ენას კარგად ფლობდე. რომ ადეკვატურად გადმოსცე ის, რაც დედაშია. იცით რა, აი ახლა ჩემი წიგნის შესახებ გავბედე და ერთ სიტყვით აუცილებლად ვისაუბროთ ამ წიგნზე. ქრონიკები დავარქვი, იმიტომ რომ რა არის იცით, როცა ცოტა ასაკში შედიხარ, ცოტა კი არა, კარგად ასაკში რო შედიხარ, ფიქრობ რომ წარსული არ უნდა დაკარგო. პირველი გამოცემა არის თქვენი წიგნი. პირველია. როდის გაჩნდა ამ წიგნის იდეა? სამწუხაროდ ვერ მოვასწარი წაკითხვა, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს მართლა გულწრფელად, საკმაოდ საინტერესო სათაურიც აქვს. ხო. და რაღაცნაირ ცოტა სევდიანიც და ცოტა გაჩნდა იდეა. ჯერ ერთი დავფიქრდი, რომ ძალიან ბევრი მასალა დამიგროვდა ჩემი ადრინდელი გაზეთში გამოქვეყნებული წერილები, სხვაგანაც ჟურნალებში. აქ დოკუმენტური ამბებიც თითქმის დოკუმენტურია ყველა. რაც იყო. რაც იყო. რატო ეს სათავე? იმიტომ რომ წარსულში არის ბევრი გულდასაწყვეტი მომენტებიც ძალიან შენი ცხოვრებისაც და ზოგადად ეპოქისაც ძალიან. წეგან რო გკითხეთ რაზე გწყდებათ გული თქო, ასე შემომიტრიალეთ კითხვა, აზრი აქვს რომ წყდებოდეს გული შევცვლი რამესო? მაგრამ მაინც მგონია რომ საკმაოდ ბევრ რაღაცაზე მაინც გწყდებათ გული, ხო? თუნდაც დეტალებზე. წდება გული, ჯერ ერთი გეტყვით მე ერთ რაღაცაზე, ჯერ პირველად რო გავიფიქრე, რომ მე ეს ჩემი გაბნეული არქივი უნდა შემეკრა და რატომაც არა იქნებ გამომეცა კიდეც წიგნად, იმიტომ რომ ეს ფურცლები ბევრი რამე დასაკარგად ვერ გავიმეტე. ბევრ ადამიანს შევხვდი, რომელიც არ შეიძლება, რომ შთამომავლობას აი ეს შეხვედრაზე არ უამბო, ამ ადამიანებზე არ უამბო. მე ახალგაზრდები, როდესაც ზოგჯერ ყოველთვის არა, მე ძალიან მიყვარან ახალგაზრდები, ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და არ ვებსგავსები იმ მოხუცებს, რომლებიც სულ ძველ დროს მისტირიან. არა. ახალგაზრდები ყოველთვის ახალი თაობა ყოველთვის ჯობნის ძველ თაობას რაღაცით, მაგრამ ზოგჯერ არის არასწორი გაგება წარსულისა. ზოგჯერ ისეთ რამეს წავაწყდები, რომ გული მწყდება, რომ სინამდვილე სხვა არის და სხვანაირი წარმოდგენა აქვს. ზოგჯერ პირიქით ის გამოცდილება, თუნდაც ცუდიც, რომ არ განმეორდეს დღეს, იმაზეც უნდა ილაპარაკო.
ძალიან ბევრი საშინელება იყო. რას ნანობთ რომ მეკითხებით, ერთ იმას ნანობ რომ მე ვიცხოვრე იმ დროში, როდესაც ჩვენი ხალხი თითქმის უკვე შეგუებული იყო და ნელ-ნელა გამოდიოდა, როცა შეგნებული ახალგაზრდობაში როცა შევედი, მაშინ უკვე ეს რეპრესიული რეჟიმის ტყვეობიდან გამოდიოდა ჩვენი ხალხი და მაინც ტყვეობაში იყო. თქვენ ახლო ურთიერთობა და მეგობრობა გაკავშირებდათ ნაზი შამანაურთან, რომელიც არის მსხვერპლი, ხო? კი, მსხვერპლი არის იმ მთავრობის თუ იმ პერიოდის, იმ გარემოს, იმ დროის მსხვერპლია. მე ნაზის მეგობარი ვიყავი და ვიცნობდი ძალიან კარგად და მისი ბუნებიდან გამომდინარე, რომ ის არაფერს არ ტოვებდა რეაქციის არანაირ ნაკლს თუ რაც ქვეყანაში ხდებოდა, თუ რაც რეგიონში ხდებოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა. მაგალითად ნაზის შეეძლო კარი შემოეღო, შემოემტრია კარი და შემოსულიყო და პლენუმზე ან პარტიის ყრილობაზე დაეძახა, რომ თქვენ სცრუობთ. თქვენ სიცრუეში ხართ გახოვლით. რა აძლევდა ამ გამბედაობას? ხასიათი? თქვენ ხო კარგად იცნობთ მას? ხასიათი ალბათ. თავიდან როგორი გოგო იყო? იყო ძალიან ღიმილიანი, ძალიან ალერსიანი, ძალიან მეგობრული, ლამაზი. თუ ჭირდათ მამა ომში დაეკარგა და დედა ზრდიდა და ყოველთვის ისეთი როგორ გითხრათ, აი წესიერი მოწაფის ჩაცმულობით ის ფორმაშიც კი მახსოვს, აი ფორმებს რო ვატარებდით ხოლმე, იმ ფორმაშიც მახსოვს, აი ესე ბანტით. ძალიან მეგობრული. მაგრამ ცოტა მარტოსული. სკოლაშიც რამდენჯერმე წიგნი მთხოვა, წიგნები უყვარდა. კითხულობდა, აი თვით განათლების და თვით განვითარების ინტერესი ჰქონდა და თან ისეთ წიგნებს კითხულობდა, აი აღორძინების მხატვრებით, აიმებით იყო დაინტერესებული, ბევრ წიგნს კითხულობდა. დაამთავრა ჟურნალისტიკა. გავიდა წლები უკვე და 70-იან წლებში წავიკითხე მაგისი არაჩვეულებრივი სტატია კათოლიკოს პატრიარქთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ინტერვიუ. მე ახლა თბილისის რომელიღაც გამომავალ გაზეთში, თბილისი გამომავალ გაზეთში. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა პატრიარქთან ვინ მიგვიშვებდა, მაშინ სანთელს ვერ ვანთებდით ეკლესიაში. დანგრეული ეკლესია ჰქონდა და ბევრი რამეში შეიძლება ვეთანხმებოდი კიდეც, მაგრამ არ მინდოდა იცი რომ ასე მარტო ბრძოლისათვის გაწირულიყო. არ მინდოდა ნამდვილად გულწრფელად ვამბობ მე ამას და ძალიან ხშირად ერთხელ რაიკომის მდივანმა მთხოვა, რომ დაელაპარაკეო მეო, ნუ გამცემო, დაელაპარაკეო და სამსახური დაიწყოსო. ხო და მე ვთხარი, ნაზიკო უკვე არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც შეგიძლიათ გავწევრიანდეთ, წავიდეთ. მე აკაკი ბაქრაძის ლექციებზე დავდიოდი და შევთავაზე ერთხელ, წამოდი წაგიყვანო მეთქი რა. ნაზიკო, არ შეიძლება ესე მარტო ებრძოლო ამ საშინელ ურჩხულს, რომლის დანგრევა არ მეჩვენებოდა, რომ შეუძლებელი იყო, რას ეს იყო საშინელი სისტემა. მთელი საბჭოთა კავშირი დუშეთში პურს არ ყიდულობდა, თბილისში დადიოდა, შიში ჰქონდა უკვე, უშიშლოების შიში გაუჩნდა. ხო და მე რო უთხარი ეგ რომ ჩვენთან დაიწყე მეთქი სამსახური და შენო მიხვდა რატომღაც რომ შენო დედაო მოხევე გყავსო და ჩვენი რაიკომის მდივანიც მოხევე იყო და ესო მაგან მოგაგზავნაო ჩემთანაო და ცოტა დამემდურა. მე ისიც მიგვის რომ შენ მუშაობ მანდაო, მე მითხრა. და ამ დროს როცა მეც ხომ წერდი კრიტიკულ წერილებს, მთელი ჩემი ეს ახალი წიგნი იმ დროინდელი დაწერილია და საკმაოდ კრიტიკულ წერილებს წერდი მეთქი, მეც ნაზიკო არ მინდა რომ ესე მარტო დარჩი ამ ბრძოლაში. წავიდეთ აგენ კაკო ბაქრაძის ლექციებზე წავიდეთ მეთქი. ბელა, შენ აყვანილი ხარ, ყველანი ვინც იქ დადიხართ უკვე კგბ-ს სიაში ხართ და
მე უკვე ვიფიქრე, რომ მას ჰქონდა ეს შიში, თუმცა მისი ეს ავამტყოფობა, თუ ამას ავამტყოფობა მე ექიმი არა ვარ, თავს ვარავდებ, არავის არაფერს არ ერჩოდა. ეს არ იყო ის, რომლის ასე ვთქვათ, ავამტყოფოში მოთავსება ძალიან ცნობილი ფსიქიატრის დასკვნით აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ის არავის ქვებს არ ესროდა და არავის, თუმცა ძალიან ისეთი ფიზიკურათაც კი ისეთი იმას ამჟღავნებდა, როგორ გითხრათ, რომ ძალიან დიდი ენერგია ჰქონდა. აი ის ტანჯვა, რაც მას მერე უკვე ფსიქიატრიულში გაატარეს, ის წერილები, ცნობილი წერილები, რაც მისგან გამოვიდა. თუნდაც ის, რომ სისტემა მას დაუპირისპირდა პირადად და ფსიქიატრიულში იყო, იცოდით ალბათ, რომ კარგად არ იყო უკვე და კარგად არ მოექცეოდნენ. აი თქვენ თუ შეგეძლოთ მაშინ რამე რომ გემუქმედათ, როგორც მეგობარსო და მე ყოველთვის ყოველთვის აი ტკივილით ვიხსენებ მაგას, მე ჩემ თავს გულისხმობ იმ საშინელ ვაჟაობაზე, როდესაც მან ის ავარდა, პირდაპირ აიჭრა ტრიბუნაზე და გამოსტაცა, როგორც მეუბნებოდნენ, როგორც მომიყვნენ მიკროფონი რაიკომის მდივანს. და დაიძახა ეს ფრაზა, რომ რა გეზეიმებათ, როცა ასე ცხოვრობთ, ასეთი ცხოვრება ირგვლივ. მაშინ ეს გმირობა იყო, რასაც ისაკეთებდა, ეს ნამდვილად. მაშინაც არ შეიძლებოდა ძალით წაეყვანათ იქ. და იქ კიდე მოკიდეს ხელი დედასთან ერთად, პირდაპირ ჩატენეს იმ რაღაცა კანარეიკებს ეძახოდნენ თუ რაღაცა მილიციის თუ რაღაცის მანქანაში და წაიყვანეს და იმის შემდეგ მოიყვანეს მიცვალებული და წამლებს ასმევდნენ ძალით. და რახანეგეთი მეთოდები იყო, რომ აბავდნენ საწოლზე და ის არავითარ შემთხვევაში წამალს არ დალებდა. არავითარ შემთხვევაში არ დალებდა წამალს. მე ვიცი იმისი ხასიათი, ვიცოდი, რომ მოასვენეს, რომ ავედი მაშინვე დავინახე მოხუცი ქალით, ნათეთრი ქალი იწვა იმაში თავის სახლში. მე მეგონა დედა მოასვენეს და დავინახე ნაზიკო. დედა ისე იქ დატოვეს ასათიაზე. კარგით, მე მაქვს თქვენთან პატარა სიურპრიზი მოტანილი. ასეთი ჩვენი მეგობარი არის ბრენდი კირკე, ქართული ბრენდია და ამ ბრენდის მთავარი სლოგანი არის ატარე შენი ამბავი. თან რაღაცა კარგად ჯდება, ჩემს არხსაც შენი ამბავი ქვია. მე მინდა რომ გადმოგცეთ ეს და ნახოთ ეს საჩუქარი, რომელიც სპეციალურად თქვენთან გამომატანა თქვენთვის. როდესაც გაიგო რომ თქვენ იქნებოდით ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. მე ვიცი რომ თქვენ გიყვართ ეს აქსესუარი და ამიტომ რაღაცა კარგად დაემთხვა. რითი დავიმსახურე. ძალიან დიდი მადლობა გადაეცი ყველას ვინც ნახეთ. მოდი გავშალოთ. ეს არის ჩემი ალფაბეტია. და დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა რა, ძალიან დიდი მადლობა. და საქართველო. დღეს აქციაზე მივდივარ. მივდივარ. რაიმე ფუქსავატები ვართ ადამიანები. ძალიან დროს არ უფრთხილდებით. თითოეული წუთი და თითოეული წამი არის, აი უნდა ჩააფრინდე ამას. ნამდვილად, აი ახლა თქვენ რო აქ ხართ, მე ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის სათქმელი რაც მაწუხებდა, რაც დამიგროვდა, რაც მინდოდა რომ ახალი თაობისათვის მეთქვა, რაც კარგი იყო წარსულში და რაზეც ადრე ოცნებოდით, რაც ცუდი იყო თუნდაც, რაც იყო, აი ეს თავისი უარყოფითით და დადებითით ვიცოდეთ, რომ არსებობის უფლება აქვს ყველაფერს ამ ქვეყანაში. და მოახერხეთ ის, რომ ეს წიგნი გამოეცით და ალბათ
კიდევ შეძლებთ? ძალიან მეგობრების დახმარებით, აგერ ქალბატონი თამარის დახმარებით მე ამ წიგნს ვერ გამოვცემდი, გამონარო არ ყოფილიყო. იმიტომ რომ მე არა ვარ თამა მიქალი არა ვარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ჩემთვის პირველი ინტერვიუ, რომელიც უნდა ჩაგეწერათ. რომელმაც ცოტა გული ამიჩქარა. გადაცემის წარმდგენია ბუნების არტი, ქართული ორგანული თავისმოვლის საშუალებები, ბუნების გზავნილი ბედნიერება შენთვის.